მოგესალმებით ჩემოცნობის მოყარეობით აღსავსე მეგობრებო. Anonymous Facts-ი თქვენთან არის და დღეს მე მინდა გიგამბოთ გემის გაუჩინარების შესახებ, რომლის ამბავის არც თუ ისე ცნობილია. 1953 წელს ამერიკის საზღვაო ძალებამ მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი, რომელიც მოწინააღმდეგეების რადარისთვის იქნებოდა უჩინარი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი ელდრიჯი, რომელსაც საფუძვლად ეინშტეინის გათვლები ედო. გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის, გემი საერთოდ გაქრა. უხილავი გახდა. გარკვეული დროის შემდეგ ელდრიჯის სხვა ადგილას იპოვეს ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟი. ეს ამბავი მაშინვე არ გახმაურდა. 1956 წელს მორის ჯესუპმა გამოსცა ნაშრომი დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესახებ. სწორედ ამ ნაშრომს გამოეხმაურა კლარკ ალენდე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხომალდ ენდრიუ ფიურესტეზე მსახურობდა. ენდრიუ ფიურესტიც შემოხსენებული ექსპერიმენტის მონაწილე იყო. მისი მტკიცებით მან თავისი თვალით ნახა, როგორ გაუჩინარდა ელდრიჯი ნისლში. მაგრამ ამის შედეგად არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა. როგორც დაეწყოთ, ჯერ იყო და ორი მეზღვაური თავისი თალდა და 18 დღე იწოდა, ისე რომ ვერავინ შეძლო ცეცხლის შაქრობა და მას შემდეგ ერთი მატროსი საკუთარი სახლის კედელში გაუჩინარდა. საკუთარი ოჯახის თვალწინ ეს ყველაფერი ჯესუპიმ მოიძია და ბოლოს საკუთარი აზრი ჩამოაყალიბა ამის შესახებ. ექსპერიმენტი ძალიან საშიში და ამავდროულად ძალიან საინტერესოა, თანაც დიდ ზეგავლენას ახდენს სუბიექტებზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ მაგნიტური გენერატორები, რომლებიც მუშაობდნენ რეზონანსულ სიხშირეზე და ქმნიდნენ საშინელ ველს ხომალდის გარშემო. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი განზომილებიდან დროებითი ამოვარდნა და შეიძლება შეფასდეს როგორც სივრცითი გარღვევა, თუ პროცესი კონტროლს დაექვემდებარება. მაგრამ თუ კი ამ ამბის გამოძიება იყო საჭირო, განა თავის დროზე არ გამოიძიებდნენ, ამას ვერ მიხვდა ჯესუპსი, რომელმაც როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი რამ შეიტყო ამ ექსპერიმენტის შესახებ და დაისაჯა კიდეც. იგი მოკლული იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალები კატეგორიულად უარყოფდა ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩნდებოდნენ მოწმეები, რომლებსაც ნანახი ყავდათ ეს გემი. ასევე ცნობილი გახდა ეინშტეინის მიერ შესრულებული გამოცდილების შავი ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები, სადაც აღწერილი იყო, როგორ გადნა ეკიპაჟის ორი გადარჩენილი წევრი ყველას თვალწინ. ეს ამბავი დღესაც არ არის ბოლომდე გახსნილი და დღესაც უდიდეს ინტერესს იწვევს. ამერიკელი ინჟინერ ელექტრიკოსი ადამ სკოლინგი ყვება. 1990 წელს შემა ფლორიდელმა მეგობარმა მარგარეტ სენდისმა მე და ჩვენი საერთო მეგობრები დაგვპატიჟა ექიმ კარლ ლაისლერთან, რათა განგვეხილა ექსპერიმენტის ზოგიერთი დეტალი. ლაისლერი ფიზიკოსია, რომელიც მუშაობდა 1953 წელს აღნიშნულ პროექტზე. მისი თქმით, გემზე დაყენებული გენერატორები იმ რაოდენობის ენერგიით იკვებებოდა, რაც საშუალო ზომის ქალაქის განათებას სავსებით ეყოფოდა. ექსპერიმენტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს უნდა შეესრულებინა ეკრანის ფუნქცია რადარის ტალღებისთვის. ლაისლერი ნაპირზე იმყოფებოდა და აკონტროლებდა ექსპერიმენტის მსვლელობას. როცა მაგნეტორია მუშავდა, ხომალდი გაქრა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გამოჩნდა, მაგრამ ეკიპაჟის დიდი ნაწილი გარდაცვლილი იყო. ზოგიერთი გვამი გარდაიქმნა იმ ტიპის მეტალად, რომლისგანაც ხომალდი იყო დამზადებული. ამბის მოყოლისას იგრძნობოდა, რომ დაინვალიდებული ლაისლერი ამ დრომდე გრძნობდა სინდისის ქერნჯნას გარდაცვლილ მეზღვაურთა გამო. ლაისლერი და ექსპერიმენტის მონაწილე მისი კოლეგები ვარაუდობდნენ, რომ მათ გაგზავნეს ხომალდის სხვა დროში. ამ დროს ხომალდი დაიშალა მოლეკულებად და როცა დაიწყო უგუ პროცესი, ადამიანის ორგანული მოლეკულების ნაწილი შეიცვალა მეტალის ატომებით. მეგობრებო, არ ვიცი ეს ამბავი რამდენად შეესაბამება რეალობას, თუმცა არსებობს კიდევ ასეთი შემთხვევები, რომლის შესახებაც ყვებიან და მცირედი ფაქტებიც კი გააჩნიათ, მაგრამ დღემდე ვერ გამოუძიებიათ ამდაგვარი მოვლენები. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობელი დაგვრჩებით თუ გააზიარებთ ვიდეოს და გამოიწერთ ახს. მომავალ შეხვედრამდე.